მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, უროლოგი, ონკოუროლოგი ქალბატონი სოფია ობეზეძე და დღეს ჩვენ ვისაუბრობთ ეგრეთ წოდებულ პროსტატის კიბოზე. მოგესალმებით, ქალბატონო სოფია და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც საინტერესო და აქტუალური თემა შეგურჩევია დღევანდელ დღეს და ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავცე მაყურებელს. მადლობა ქალბატონო სოფია. პირველი კითხვა არის ესეთი, ზოგადად რო გვითხრათ რა არის პროსტატა და შემდგომ უკვე რა შემთხვევებში ვითარდება პროსტატის კიბო და მივდივართ აი ამ სტადიამდე. პროსტატა, ანუ იგივე წინამდებარე ჯირკვალი, ეს გახლავთ ჯირკვლოვან-კუნთოვანი ორგანო, რომელსაც აკისრია ორი ძირითადი როლი. ერთი არის ის, რომ იგი ქმნის სფინქტერს, ხოლო მეორე ეს გახლავთ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო. და კერძოდ იგი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც შემდგომ სპერმატოზოიდებს ეხმარება ცხოველმყოფელობაში და გააქტიურებაში. თვითონ ნორმაში პროსტატის ჯირკვალი უნდა იყოს 20 პლუს-მინუს 5 გრამი. იგი იყოფა სხვადასხვა ზონებად. გვაქვს ცენტრალური ზონა, გარდამავალი ზონა და პერიფერიული ზონა. სწორედ აი ამ პერიფერიული და იშვიათ შემთხვევაში გარდამავალი ზონიდან შეიძლება განვითარდეს პროსტატის სიმსივნე, რომელიც, რადგან თვითონ ორგანო არის ჯირკვლოვანი, დამოკიდებული არის ანდროგენებზე და სწორედ ყველაზე ხშირად ანდროგენების არასწორი ცვლის შედეგად ვითარდება პროსტატის სიმსივნე. ქალბატონო სოფია, ძირითადად რა სიმპტომური გამოხატულება ახასიათებს პროსტატის, ასე ვთქვათ, კიბოს და რა ფაქტორების გათვალისწინებით და ყურადღების გამახვილებით უნდა გადაწყვიტოს პაციენტმა ესაჭიროება თუ არა მას ექიმთან ვიზიტი. ყველაზე ვერაგის პროსტატის კიბოში გახლავთ ის, რომ იგი ადრეულ სტადიებზე, ანუ დასაწყისში, საერთოდ მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ანუ ადამიანს შეიძლება საერთოდ არაფერი არ აწუხებდეს და მას რეალურად ჰქონდეს პროსტატის სიმსივნე. ხოლო უკვე მოგვიანებით, როდესაც იგი იწყებს მიმდებარე ორგანოებში, ასე ვთქვათ, ჩაზრდას ან მეტასტაზირებას, ანუ გაისვრის პატარა სიმსივნურ უჯრედებს სხვადასხვა ადგილებში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ხდება სიმპტომების განვითარება. სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, სუბუქი საშუალო და ძლიერად გამოხატული. ძირითადად იწყება ხოლმე ქვემო საშარდე ტრაქტის სიმპტომატიკით, ანუ ეს არის მოშარდის აქტის დარღვევები, შეიძლება ახდენს შარდის შეკავება, შეუკავებლობა, წყვეტილის შარდვა, გახშირებული შარდვა და ასე შემდეგ. შეიძლება განვითარდეს ერექციული დისფუნქცია, ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელი გახლავთ. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰემატურია, ანუ სისხლიანი შარდვა, ჰემოსპერმია, ანუ სპერმაში სისხლის არსებობა და ტკივილი მეტასტაზირების შემთხვევაში. კიდევ სხვა დანარჩენი მრავალი სიმპტომი შეიძლება ახდენს, ეს უკვე დამოკიდებულია სად და როგორ მოხდება აი ამ მეტასტაზების ჩანერგვა, როგორც ლიმფოგენური, ასევე ჰემატოგენური გზით. რამდენად გავრცელებული დაავადებაა სტატისტიკურად, აი საქართველოში თუ მოგვეპოვება ეს ინფორმაცია, რამდენად ხშირია მომართვიანობა პაციენტების? თვითონ პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ფილტვის კიბოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ანუ საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მეცაც გეტყვით მარტივად, ანუ რო ჩავატაროთ ესეთი კვლევა და 80 წელზე გადაცილებული მამაკაცების პროსტატა ნახოთ რეალურად შეიცავს თუ არა სიმსივნურ უჯრედებს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თითქმის უმეტესობა მათგანი 90%-ში მიკრო სიმსივნური კერები გვხვდება. თუმცა ესეთი სიმსივნე არ არის საშიში, არ ითვლება სიმსივნედ, ახასიათებს ნელი პროგრესირება, ნელი ზრდა და პაციენტი უბრალოდ თავისი სიკვდილით ან თანხლები რომელიმე დაავადებით გარდაიცვლება და ამიტომ ასეთი შემთხვევების აღწერა პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე. აი, აქ შეიძლება გაჩნდეს ესეთი კითხვა, რომ რა შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი ძირითადად პროსტატის კიბოსი და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკ ჯგუფში? რისკის ჯგუფებში ძირითადად გამოყოფენ ასაკოვან მამაკაცებს, სწორედ იმიტომ, რომ პროსტატის სიმსივნე გახლავთ ასაკთან შეჭიდული დაავადება, ასევე ასაკის მატებასთან ერთად ირღვევა ჰორმონების ბალანსი, ანდროგენების ბალანსი და ესეც თავის მხრივ ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს მემკვიდრეობითობა და ეს ძალიან კარგად მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, თუ კი მან იცის თავისი გენეტიკა და გაუგია რომ
პირველი რიგის ნათესავებს, ანუ მამას, ძმას, ქონდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც პროსტატის სიმსივნე, ასეთი მამაკაცები არიან მომატებული რისკის ქვეშ. და მათ უნდა დაიწყონ სკრინინგ პროცედურები შედარებით უფრო ადრე, ვიდრე იმ მამაკაცებმა, რომლებსაც არ ახასიათებთ ასეთი რისკ ფაქტორები. და ისიც რო გითხრათ, აი ძირითადად ყველაზე უკიდურესი გართულებული ფორმები როგორ ვლინდება? ყველაზე უკიდურესი გართულებული ფორმებს რაც შეეხება, ეს არის უკვე როდესაც სიმსივნე იზრდება როგორც ჩაიზრდება ხოლმე სწორნაწლავში, ასევე შესაძლებელია მოხდეს ჩაზრდა შარდის ბუშტში. შარდის ბუშტის შემთხვევაში სიმსივნე ხშირად ანატომიური მდებარეობის გამო კეტავს შარდსაწვეთებს, ვითარდება შარდის შეგუბება, ანუ ტკივილი თირკმელების საპროექციო არეში, რაც ახლავს თვითონ შარდის შეგუბებას, ასევე ვითარდება თირკმლის უკმარისობა, ვითარდება, ასევე შეიძლება განვითარდეს პრობლემები დეფეკაციის კუთხით, შეკრულობები, ანუ რადგან სწორნაწლავში არის უკვე ჩაზრდილი სიმსივნე და ტკივილები პათოლოგიურ მოტეხილობასთან ერთად, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი ადგილი პროსტატის სიმსივნის მეტასტაზირების შემთხვევაში გახლავთ ძვლები და სწორედ აი ძვლებში ამ მეტასტაზების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობები და გაუსაძლისი ტკივილები. ასევე სამწუხაროდ ხშირად იგი განლაგდება ხერხემლის მალებისთან ახლოს ეს მეტასტაზები და იწვევს ზეწოლას უკვე ზურგის ტვინზე. ახასიათებს გაბუჟება ქვემო კიდურების, ძირითადად რადგანაც ანატომიურად ქვევით მდებარეობს მენჯისყრუში, მაგიტომაც უფრო მეტად ქვედა კიდურებს ეხება ეს მდგომარეობები, ასევე შეიძლება პარესთეზიებიც განვითარდეს, ანუ უცნაური შეგრძნებები თვითონ ქვემო კიდურებში. ამითი იწყება და შემდეგ გადადის ძლიერ ტკივილში სამწუხაროდ. ქალბატონო სოფია, მას შემდგომ რაც პაციენტი გადაწყვეტავს, რომ მივიდეს ექიმთან, როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რა ტიპის კვლევები utარდებათ და ასევე როდის ხდება საჭირო რექტალური ციფრული გამოკვლევის ჩატარების. კი ბატონო. თავდაპირველად, როდესაც პაციენტი პირველად მიდის ექიმთან, უროლოგთან და სურს რომ შეემოწმოს ზოგადად პროსტატი და ნორმაში აქვს თუ არა, კეთდება, ხდება პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა, ეს არის სეკრეტი, რომელსაც გამოიმუშავებს პროსტატის ჯირკვალი. ამის განსაზღვრა ხდება სისხლიდან, ანუ უბრალოდ სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროს პაციენტმა. შემდგომ ექიმი უროლოგი მას სინჯავს თითით, ანუ დიგიტალურ რექტალური გასინჯვა, ანუ სწორნაწლავში საჩვენებელი თითის მეშვეობით, რომ ნახოს კონსისტენცია ხომ არ არის გამაგრებული, იმიტომ რომ ნორმაში უნდა იყოს რბილი, სადა ზედაპირის მქონე ჯირკვალი. თუ რომელიმე მაჩვენებელი არის საჭირო, მერე უკვე დგება კვლევების გაღრმავების საკითხი. პირველ რიგში მინდა მაყურებელს უთხრა ის, რომ თუ თავიდანვე მოვიდა მაღალი მაჩვენებელი პროსტატ სპეციფიური ანტიგენის, ეს არ ნიშნავს განაჩენს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კიბო სპეციფიური მარკერი, ეს არის ასე ვთქვათ, წინამდებარე ჯირკვლის სპეციფიური მარკერი, ანუ პროსტატის სპეციფიური მარკერი და მისი სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება იყოს მომატებული. ეს რომ გამოვიცხოთ და თავიდან ავიცილოთ, ზუსტად იგივე ლაბორატორიაში პაციენტმა რამოდენიმე კვირის შემდეგ კვლავ უნდა გაამეოროს ანალიზი. თუ კიდევ კვლავ მოვიდა მომატებული, უკვე ეჭვი გვაქვს პროსტატის სიმსივნეზე და ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ თუნდაც ის კვლევა, რაც წეღან დაასახელეთ, ციფრული ულტრაბგერდი გამოკვლევა, რომ ეხლა ამ წუთში გახდა აქტუალური ეს კვლევა, აქამდე გაიდლაინში პირდაპირ არ იყო ეს მოწოდებული, თუმცა ამ ეტაპზეც იკვლევენ და აღმოჩნდა ძალიან კარგი შედეგები, ძალიან კარგად დარდება მულტიპარამეტრულ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიასთან და კარგი შედეგები აქვს და შეგვიძლია ჩავიტაროთ, ეს არის მიკროულტრაბგერასაც ეძახიან, ძალიან 29 მეგაჰერციანი სიხშირის ტალღებით ხდება ტრანსრექტალური სპეციალური გადამწოდის მიერ პროსტატის ჯირკვლის დათვალიერება და საეჭვო უბნების გამოვლენა. თუმცა ამ ეტაპზე გაიდლაინში ბოლომდე დანერგილი ეს კვლევა არ არის. მას შემდგომ რაც პაციენტს დაუდგინდება, რომ მას ჭირს პროსტატა ან პროსტატის კიბო, აქედან გამომდინარე როგორია მკურნალობის მიდგომები და რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ქირურგიული ჩარევა.
პროსტატის კიბოს შემთხვევაში სხვადასხვა ტაქტიკებს გამოვიყენებთ. პირველ რიგში მინდა იცოდეს ადამიანების უმრავლესობამ, რომ ეს არ არის განაჩენი, იმიტომ რომ როგორც აგიხსენეთ, უმეტეს შემთხვევაში უკვე მოხუცებულთა ასაკში ვითარდება და ფაქტობრივად ასეთ კატეგორიას საერთოდ ხელს არ უშლის, როგორც ცხოვრების ხარისხში, ასევე ცხოველმყოფელობაში და ძირითადად სხვა რაღაცის გამო ხდება ასეთი ადამიანების გარდაცვალება და სწორედ პირველი ტაქტიკაც ფხიზელი მეთვალყურეობა მაგისკენ მოგვიწოდებს. თუ პაციენტს 10 წელზე ნაკლები აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა დარჩენილი, ამ შემთხვევაში ექიმები მხოლოდ აკვირდებიან ძალიან მშვიდად, ელოდებიან ახალ სიმპტომებს და იწყებენ სიმპტომურ მკურნალობას. მეორე ტაქტიკა შედარებით აგრესიული გახლავთ, ეს არის როდესაც პაციენტს აქვს ძალიან დაბალი ხარისხის სიმსივნე, ანუ სიმსივნე არ არის აგრესიული, არის ნელამზარდი და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ პაციენტი ამბობს, რომ მე არ მინდა ამ ეტაპზე ქირურგიული ოპერაცია, მე მირჩევნია დავიცადო, მაგრამ ექიმთან ვიქნები ახლო კონტაქტზე. ასეთ შემთხვევაში უფრო აქტიური მეთვალყურეობით შემოვიფარგლებით ხოლმე, ხშირად ტარდება ბიოპსიები, ხშირად ტარდება განმეორებით პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა და ასე ვმართავთ ამ დაავადებას. მესამე ტაქტიკა ის გახლავთ რადიკალური პროსტატექტომია, ეს არის უკვე ქირურგიული ჩარევა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს როგორც რობოტული, ასევე ლაპარასკოპიული და ღია წესით. ამ შემთხვევაში ადრეულ სტადიებზე ამ ოპერაციის გაკეთება ფაქტიურად ნიშნავს განკურნებას პროსტატის სიმსივნისგან და ძალიან კარგი შედეგები აქვს. ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, ვისაც საუბედუროდ ახალგაზრდა ასაკში დაუდგინდება ეს სიმსივნე, არსებობს ნერვდამზოგველი რადიკალური პროსტატექტომია, როდესაც მათ ერექციულ ფუნქციას საფრთხე აღარ ემუქრება, ნაკლები გართულებები ახასიათებს და ეს ადამიანები ჩვეულებრივად კარგი ცხოვრების ხარისხით აგრძელებენ შემდგომ ცხოვრებას. ნუ უკვე შემდგომი ეტაპები ეს არის რადიოთერაპია, სხიური თერაპიები და ჰორმონდეპრივაციული თერაპიები, რომლებიც უკვე შორს წასულ, უკვე მეტასტაზირებულ ფორმების დროს გამოიყენება. თქვენ ახსენეთ ასევე რობოტ ქირურგია, ეს ალბათ უკვე უახლოესი მიდგომა. რამდენად უმტკივნეულო პროცედურა ან რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ, მას შემდგომ რაც პაციენტს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება, როგორია მისი შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი და პროცედურები. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განვითარდა ქირურგიული მიდგომებიც და რობოტი არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. იგი აძლევს ქირურგს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება კარგი სწორი კუთხით, ნაკლები ტრამვირებით მიმდებარე ქსოვილებთან სიზუსტით, უფრო მეტი სიზუსტით განახორციელოს ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ანუ ლაპარასკოპიულ და რობოტულ ქირურგიას შორის შედეგობრივად დიდ განსხვავება არ არის. რა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭება რობოტულ ქირურგიას, როგორც ჰოსპიტალიზაციაში, ანუ თვითონ კლინიკაში დაყოვნების თვალსაზრისით, ასევე სისხლდანაკარგის თვალსაზრისით, მანევრირების თვალსაზრისით, თუმცა არანაკლებია თვითონ ლაპარასკოპიული ქირურგიაც. სირთულეებს რაც შეეხება ქირურგისთვის, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო კომფორტია, რომ იმუშაოს რობოტზე, ვიდრე ლაპარასკოპიულად, უკეთესი ვიზუალიზაცია აქვს, უკეთესად ხედავს ყველაფერს. ერთადერთი მინუსი რობოტს აქვს მისი ხელმისაწვდომობა და ფასი, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული ქირურგიული ჩარევები და სწორედ ხშირად ეს ქმნის ბარიერს პაციენტისთვის, რომ ჩაიტაროს აღნიშნული მეთოდით ესა თუ ის ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი რეაბილიტაცია როგორ მიმდინარეობს, რამდენად ხანგრძლივია, რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება პაციენტს, რომ გადაიკონტროლოს მდგომარეობა და რეციდივი არ წავიდეს? ესეთი პაციენტები რჩებიან მუდმივად მიბმულები უროლოგებთან, პერიოდულად მათ უწევთ, რომ ჩააბარონ და გაიკონტროლონ პროსტატ სპეციფიური ანტიგენი. შესაძლებელია, რომ მთლიანად ქირურგიულად მოცილდეს, ანუ როგორც სიმსივნე, ანუ ისევე მთლიან წინამდებარე ჯირკვალი, მაგრამ შანსი რეციდივირების მცირე, მაგრამ მაინც რჩება. ამიტომ აუცილებელია ახლო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და ხშირი გადაკონტროლება. რეაბილიტაციას რაც შეეხება, რეაბილიტაცია დამოკიდებულია თვითონ ქირურგიული ჩარევის მასშტაბზე. ასევე ნერვდამზოგველი იქნება, თუ არ იქნება ნერვდამზოგველი, ღია წესით გაკეთდება, ლაპარასკოპიით გაკეთდება თუ რობოტით გაკეთდება.
აი ეს ფაქტორებზე არის დამოკიდებული თვითონ რეაბილიტაცია და სხვადასხვაგვარი არის, ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის თანხლები დაავადებებიც, რომლებიც ხშირად ხანდახან ხელს უშლის სწორ რეაბილიტაციას. რას გვეტყოდით სკრინინგ პროგრამებზე? ეს ერთ-ერთი აქტუალური თემა ალბათ პრევენციისთვის. ამასთანავე, რა საკიდან არის რეკომენდირებული, რამდენ ხანში ერთხელ შეუძლია პაციენტმა ისარგებლოს მსგავსი პროგრამებით დღესდღეობით საქართველოში? საქართველოში და მთელ მსოფლიოში სკრინინგ პროგრამები პროსტატის კიბოს შემთხვევაში ყოველთვის აქტუალური იყო და ძალიან ბევრი კითხვა იყო ამის გარშემო. რადგანაც ეს არის ასაკთან შეჭიდული დაავადება, ამიტომ ძალიან დიდხანს იმსჯელეს და მოკლედ ამ ეტაპზე გვაქვს ესეთი რეკომენდაციები, რომ ყველა მამაკაცმა 50 წელს გადაცილებულმა უნდა ჩაიტაროს წელიწადში ერთხელ მაინც პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში და დიგიტალურ რექტალური გასიჯვა. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. მაგალითად, როდესაც ვახსენე მემკვიდრეობითობა და პირველ და მეორე რიგის ნათესაობებში სიმსივნის არსებობა, ასეთმა პაციენტებმა სკრინინგი უნდა დაიწყონ 45 წლიდან, ხოლო იმ პაციენტებმა დღევანდელ დღეს არსებობს უკვე ეს გენეტიკური ტესტები, ვინც იციან, რომ ზუსტად აქვთ მუტაცია, BRCA2 მუტაცია, ამ შემთხვევაში მათ უნდა დაიწყონ სკრინინგი უკვე 40 წლიდან. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში უფრო ადრეულ დროს ვლინდება პროსტატის სიმსივნე. არსებობს ეს მუდმივად რომ პაციენტები არ ეწვალებინათ ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიხედვით, თუ კი პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი ნაკლებია 1 ნანოგრამ მილilitrზე 60 წლის ასაკისთვის, ამ შემთხვევაში საერთოდ 8 წლით გადადებენ ხოლმე სკრინინგს. ანუ ეჭვი იქ რომ სიმსივნე გაჩნდეს არის უკვე ძალიან დაბალი. ასევე იმ პაციენტებს აღარ უტარდებათ სკრინინგი, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნაკლებია 15 წელიწადზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად აზრი არ აქვს ასეთ პაციენტებში უბრალოდ დამატებითი ემოციურ სტრესს ქმნის ამ დიაგნოზის მოსმენა და შემდგომ გაგება. აი ესეთი რეკომენდაციები არის დღევანდელ დღეს სკრინინგთან დაკავშირებით და ყველა მამაკაც აქტიურად მოუწოდებ. ვიცი რომ ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, მით უმეტეს საქართველოში ძალიან რთული არის დიგიტალური რექტალური გასინჯვის წარმოება და ეს რაღაცა ბარიერებთან არის დაკავშირებული, თუმცა აი კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პროსტატის სიმსივნე სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სკრინინგი გახლავთ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ დაავადება დავიჭიროთ ადრეულ სტადიაზე და ადრეულ სტადიაზე დაჭერის შემთხვევაში 100%-იანი განკურნებადობა და უკვე ფაქტიურად აღარც ითვლება ასეთი ადამიანი დაავადებულად. ბოლოსკენ ზუსტად რჩევების სახით მინდა კითხოთ, ერთის მხრივ რას ურჩევდით იმ პაციენტებსაც უკვე დიაგნოზი აქვთ დასმული და რომ ჭირთ მათ უკვე პროსტატის კიბო და მეორეს მხრივ იმ ადამიანებს, ვინც რისკ ჯგუფში მყოფებიან. რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებს ურჩევდი, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სკრინინგში, თუ აქვთ საშუალება ფინანსური იმის, რომ გაიკეთონ ეს გენეტიკური ანალიზი და ჩაიტარონ და ნახონ, არიან თუ არა მტარებელი ამ სხვადასხვა მუტაციების, რაც კიდევ უფრო აორმაგებს რისკს და ზრდის მათთვის პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკს, ჩაიტარონ და აქტიურად იყვნენ უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო უკვე დაავადებულ პაციენტებს მიმართავდი, რომ ამაზე არინდა დარდონ, იმიტომ რომ ეს არ არის ნამდვილად განაჩენი. დღევანდელ დღეს არსებობს სხვადასხვა საშუალებები და არსებობს ესეთი მიდგომა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხი. უბრალოდ უნდა მიყვენ ასეთი პაციენტები ექიმის რეკომენდაციებს, ჩაიტარონ შესაბამისი მანიპულაციები და ექნებათ აუცილებლად კარგი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სოფია საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ალბათ მამაკაცებისთვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა და მოსმენადი. ბევრი რჩევები და რეკომენდაციები გაეცით ამ მხრივ და ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია, რაც გაგვიზიარეთ, საკმაოდ გამოადგებათ მათ. დიდი მადლობა. მადლობა, რომ გვისმენთ და გვიყურებდით. მე კი გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.